სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. კვლავ და კვლავ ვიმეორებთ ერთ და იგივეს, რომელიც ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია სულიერი ცხოვრების მუდმივი განახლებისა. სწორედ სულიერი ცხოვრების გარეშე, სწორად სულის გარეშე ავწდებით იმ ერთადერთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ცოცხალი ღმერთი ქვია. მათემატიკურადაც რო შევხედოთ, მათემატიკა როგორც სიმბოლო ყოფიერებისა. რაც უფრო შორს არის, თქვათ, ობიექტი, რომლისაკენაც ვისწრაფით, დასაწყისში მოძრაობის მცირეოდენის შეცდომა უფრო დამღუპელი აღმოჩნდება. ხოლო თუ ობიექტი არის უსასრულოდ შორს, უმნიშვნელო, აბსოლუტურად უმნიშვნელო გადახრაც კი უსასრულოდ აგვაცილებს ჩვენს ობიექტს. ღმერთი ჩვენგან უსასრულოდ შორს არის, ასე თუ გამოვიყენებთ მათემატიკურ ტერმინოლოგიას, რამე თუ იგი ტრანსცენდენტულია. და მცირეოდენის შეცდომაც აქ ამ სამყაროში მასთან უსასრულოდ აგვაცდენს, ანუ მარადილ ცოდვაში, ანუ მარადილ აცდენაში გვამყოფებს. 2000 წლის განმავლობაში სულიწმინდა ღმერთმა მრავალ ადამიანთან იმუშაკა და მრავალი ადამიანის გულში დაიდობინა და მრავალი ადამიანის ბაგეები, რომელიც ნამეტნავისაგან გულის ამეტყველებს, როგორც უფარი გვასწავლის, აამეტყველა. ანუ მრავალი ადამიანი სულიწმინდის საყვირად იქცა და მათი შემოქმედება, მადლობა ღმერთს, ეკლესიის ისტორიაში არსებობს, დარჩა და ჩვენ გვაქვს საშუალება მათით ვიხემძღვანელოთ. ფაქტობრივად თითოეული ასეთი მოღვაწე განმარტავს იმ სიტყვას, რომელიც გაახმოვანა თავად ადამიანად მოსულმა ღმერთმა და ეს არის ერთგვარი უწყვეტი ჯაჭვი სწორი მადლისმიერი სწავლებისა. ადამიანი, როგორც კი ამას განეშორება ამ სწავლებას, იგი იგონებს საკუთარ სარწმუნოებას, ამის უამრავი მაგალითი, სამწუხარო მაგალითი გვაქვს თუნდაც ჩვენს ეკლესიაში. ჩვენ ეს ბოლო პერიოდი ვცდილობთ, რომ ისააკასურის სიტყვები ვიკითხოთ, ამ დიდ წმინდა მამას დავეკითხოთ და მისი სიტყვები ძალისაებრ განმარტოთ. 21 სიტყვაზე ვიყავით და ვაგრძელებთ. აქ კითხვა-პასუხის რეჟიმია ამ სიტყვაში ზოგადად და აი აქ კიდევ ერთი კითხვა ისმება ესე ამ დიდი წმინდანის მიერ. წმინდა ისააკასური ასე სვავს კითხვას: რა არის უმთავრესი მდუმარებაში და რითი მიხვდება ადამიანი, რომ სრულყოფილებას მიაღწია ამ საქმეში? მდუმარება არ ნიშნავს მუნჯობას, ზოგს ხშირად ესე გონია, მდუმარება ეს არის, როდესაც ადამიანში მინავლდება და სრულად გაქრება გულის სიტყვები. გულის სიტყვები, რომლის თითქმის 100% დემონური წარმოშობის არის. არა მარტო აშკარად ბოროტნი, არამედ ძალიან ხშირად სიკეთით შეფარული. და ისინი კიდევ უფრო საშიშია, იმიტომ რომ ისინი ერთგვარ ნარკოს გვიკეთებენ და ადუნებენ ჩვენს ყურადღებას. ადამიანს ეს გულის სიტყვები საერთოდ არ სჭირდება, იმიტომ რომ ადამიანურმა პიროვნებამ, ადამიანურმა ჰიპოსტასმა თავისი პიროვნული არჩევანის შესაბამისად უნდა გამოიყენოს გონებაცა და გულიც და აზროვნების უნარიც და არა პირიქით დაემონოს შემოსულ გულის სიტყვებს და აზრებს. და მდუმარე საბოლოო ჯამში ის ადამიანია, რომლის გულშიც მხოლოდ ღვთის დიდება არის. მხოლოდ ღვთის დიდება და აქტიური ფორმით ისიც და არაფერი მოტმასნული და გარედან შემოსული თუ შიგნიდან წარმოშობილი. მოკლედ კითხვა სვავს, რა არის მთავარი მდუმარებაში და რითი ხვდება ადამიანი, რომ ამ საქმეში სრულყოფილებას მეტნაკლებად მიაღწია? პასუხი ასეთია: როდესაც ადამიანი ლოცვაში მყოფობას მოუკლებლად შეძლებს, ნახეთ, ლოცვას ახსენებს. ანუ ლოცვა ხო ღვთის დიდებაა, ანუ როცა ადამიანი მოუკლებლად ღვთის დიდებაში იმყოფება, რაც გითხარით, ანუ ის უკვე მდუმარებას ნიშნავს. მაშინ არ არის რაღაც ეს მოტმასნილი გაურკვეველი წარმოშობის აზრები და გულის სიტყვები. ანუ როცა ადამიანი ლოცვაში მყოფობას მოუკლებლად შეძლებს, ესე იგი მაშინ არის ადამიანი მდუმარებაში, რადგან ესაა ნიშანი, რომ იგი, ანუ მლოცველი, უკვე თუ მოუკლებელ ღვთის მოხმობაშია, ესეთი ადამიანი უკვე სული წმინდის ჭურჭელია, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია.
იმიტომ რომ ადამიანი თუ არ არის, ადამიანში თუ ღმერთი არ ცხოვრობს, მას აუცილებლად დაავიწყდება, რომ ღმერთს მიმართოს. ეს დავიწყება ჩვენი დაცემული ბუნების განუყოფელი ნაწილია. შეუძლებელია ადამიანს არ ავიწყდებოდეს ღირებულებითი საკითხები. გამორიცხულია. და როცა ადამიანი მოუკლებელ ღვთის აქტიურ ძიებაშია, მაშინ ესე იგი მასში ღმერთი ცხოვრობს, ანუ სულიწმინდის ჭურჭელია. რამე თუ ნუგეშინის ცემელის მიერ, ანუ სულიწმინდა ღმერთის მიერ მონიჭებული მადლის გარეშე მოუკლებლად ლოცვაში მყოფობა შეუძლებელია. ასე რომ ჩვენ როცა გვაქვს მცნება რომ მოუკლებლივ ვილოცვიდეთ და ეს ჩვენი განსახორციელებელია, ჩვენი საკეთებელია, არა ვიღაცის ჩვენია, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ეს ღმერთთან უმჭიდროესი ურთიერთობის გარეშე, რომელსაც სულიწმინდის ჩვენში მყოფობა, ანუ ღმერთის ჩვენში მყოფობა ქვია, შეუძლებელია. ამიტომაც დღეს ხსენებული წმინდა სერაფიმე სარაველიც ძველი მამების კვალობაზე იმეორებს, რა არის ეკლესიური ცხოვრების მიზანი, მოვიხვეჭოთ სულიწმინდა ღმერთი, მოვიხვეჭოთ მადლის სულისაწმინდისა. მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ასეთ ადამიანში ლოცვა არც ძილის და არც ნებისმიერი მიწიერი საქმის კეთების დროს წყდება. მეტნაკლებად ამის გამოცდილება ალბათ ქრისტიანს, რომელიც გულმოდგინედ ცდილობს სულიერ ცხოვრებას, უნდა კონდეს, როდესაც რამეს აკეთებს და ლოცვა არ წყდება. და სხვათა შორის უცნაური რამე ხდება, თვით ინტელექტუალური მუშაობის დროსაც კი ლოცვა არ წყდება. ოღონ ლოცვას ის ფორმა არა, სიტყვიერი მეტყველებითი ლოცვა რო ქვია, თუნდაც ეს აზრობრივი იყოს, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე და ასე შემდეგ. არამედ ლოცვა უკვე ცოტა სხვა გონების და გულისმიერ ლოცვისკენ რო გადადის, უკვე ლოცვა, სხვადასხვა საფეხურები აქვს ლოცვას, ანუ როცა უკვე ლოცვა არის არა სიტყვების წარმოთქმა უბრალოდ, არამედ მდგომარეობა გულისა, მაშინ უკვე ასეთი ლოცვა თვით ინტელექტუალური მუშაობის დროსაც კი არ წყდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეიძლება ამისგან შორს ვართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი რამე არსებობს და აღარ ვთქვათ ფიზიკურ საქმეებზე. მისი გული ყოველთვის კეთილსურნელებს ლოცვით და მიუხედავად იმისა, რომ ეს გარეგნულად შეიძლება არც ეტყობოდეს, მაინდა-მაინც კი არ არის აუცილებელი ეტყობოდეს. პირიქით, ნამდვილი ქრისტიანი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანია. თუ ადამიანი რაღაც არაჩვეულებრივობას ამჟღავნებს, მაგალითად თქვა, არ იღიმება, არ გაიცინებს, არ იხუმრებს, იუმორს ვერ გაიგებს, რაღაცნაირად დადის, რაღაცნაირად იყურება, ანუ რაღაცა ისეთია, რომელიც დისკომფორტს შეგიქმნის, იქ რაღაც ეჭვებით ჩნდება უკვე, გესმით? ადამიანი ჩვეულებრივი ქრისტიანი, ჩვეულებრივი უნდა იყოს. ქრისტე იმდენად ჩვეულებრივი იყო, რომ ვერც კი ხვდებოდნენ ვინ არის, გესმით? იმდენად ჩვეულებრივი იყო. ეს არაჩვეულებრივობა სულაც არ არის კარგი რამ ქრისტიანობაში. ამას უსვავს ხას, რომ ეს გარეგნულად შეიძლება არც კი ეტყობოდეს. მის გულში ცეცხლი ანთია. მისი გული პირდაპირ ღმერთთან, ტრანსცენდენტულ ღმერთთან შეერთებულია. მის გულში ზეცაა და გარეგნულად არაფერი ეტყობა. გესმით? ეს საოცრებაა. მასში ყოველთვის საიდუმლო ღვთისმსახურება აღესრულება და ეს კი მას არც კი ეტყობა. აი ეს არის ადამიანი, რომ მდუმარებაშია. თუ ეს არ ხდება, მაშინ ადამიანი მდუმარებაში არ არის. არ ეტყობა, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში, სადაც სხვა აფეთქდებოდა, სხვა გაბრაზდებოდა, სხვა მრისხანებაში ჩავარდებოდა, სხვა საკუთარ ეგოიზმს გამოავლენდა, პატივმოყვარეობას და ასე შემდეგ, აგრესიას, გესმით, თავდაცვის რეჟიმში გადავიდოდა და ასე შემდეგ. ასე დროს ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში აი ესეთი ადამიანები სხვა რამეს ავლენენ და რას ავლენენ? ქრისტესადმი მსგავსებას. ისე იქცევიან ზუსტად, როგორც მათ ადგილას ქრისტე მოიქცეოდა. აი ეს განსხვავება. შემდეგი კითხვა, რა არის სულიერი ლოცვა და როგორ მოიპოვოს იგი მოღვაწემ? უმკაცრესი, ხო პასუხი, უმკაცრესი უვნებო, ანუ ვნებებს რო არ ყვება ადამიანი და წმიდა, ანუ ღვთისნებით რომ ცხოვრობს, წმინდა ცხოვრება სულიწმინდის ქმედითობის თანაზიარნი არიან. ანუ თუ ადამიანი ასე ცხოვრობს, ეს იგი სულიწმინდასთან თანაზიარია. ამ მდგომარეობას მრავალი 1000-დან ერთი თუ აღწევს, როცა ადამიანი სრულად მობილიზებულია ამგვარად. მაგრამ როცა გვეუბნებიან წმინდა მამები, რომ მრავალი 1000-დან ერთი თუ აღწევს, ეს იმას კი ანიშნავს, რომ მე ვთქვა, რომ ეგ ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, ეს კი არა. ჩემი საქმე არის ღვთის მარჯვნივ ჯდომა ქრისტესთან ერთად. ეს არის ჩემი საქმე.
ჩემი საქმე არის ღვთისმშობლობა, ჩემი საქმე არის მადლით ღმერთობა, გესმით? გვახსოვდეს რომ ჩვენ ადრეს გითხარით, ქრისტიანი მით განსხვავდება არაქრისტიანისაგან, რომ ქრისტიანი სულ მუშაობს ღმერთისთვის. არასოდეს არ არის. მისი ფიზიოლოგიაც კი რომ სულ თქავს, ისიც ღმერთისთვის სულ თქავს. ყველაფერი ღმერთისთვის არის. ჩვენ ღვთის ყანაში ვართ და ყოველთვის ღმერთისთვის ვმუშაობთ. ოღონ აქ არის კიდე ერთი ნიუანსი. თუ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვართ, ჩვენ არა ვართ დაქირავებული მსახურნი. გესმით? ჩვენ დაქირავებული მსახურნი არა ვართ. არამედ ჩვენ ვართ შვილები ღმერთისა და ჩვენ ველოდებით არა რაღაც ხელფას, ანუ გასამრჯელოს ჩვენი შრომის სანაცვლოდ. აი რაღაცა სამოთხეს სადღაც ჩვენი შრომის სანაცვლოდ. არამედ ჩვენ ველოდებით თავად ღვთის სამეფოში შესვლას ღვთისშვილის სტატუსით. გესმით განსხვავებას? მოდი ასე ვთქვათ. ჩვენ ვმუშაობთ არა იმიტომ რომ რაღაცა მივიღოთ როგორც დაქირავებულმა მუშაობ, არამედ ჩვენ მუშაობთ როგორც მესაკუთრენი, ჩვენ მესაკუთრენი ვართ სასუფევლისა. სასუფეველი ღმერთმა ჩვენთვის შექმნა. ჩვენთვის არის გამზადებული სასუფეველი, გესმით? აი იმიტომ რომ შვილები ვართ. აი ეს დამოკიდებულება უნდა გქონდეს ქრისტიანს. ნახეთ რამხელა ამბიცია არ ქვია ამას, რა ქვია, აღარც ვიცი რა ქვია, კადნიერება, შვილებრივი ესეც ამბობს იოანე მოციქული. ჩვენ მოგცა ღმერთმა ხელმწიფება შვილ ღვთისაყოფნის, ანუ ღმერთის შვილობის ძალაუფლება გვაქვს ჩვენ. ამიტომ როცა გავიგებთ რომ რაღაცა დონეს 1000-ებში ერთი აღწევს, ეს არ ნიშნავს რომ მე ჩემთვის ჩავკეტო, რადგან იმ 1000-ებში ის ერთი არა ვარ. არ ვკეტავ, იმიტომ რომ თუნდაც ამ ცხოვრებაში ვერ მივაღწიო იმას, ამ ცხოვრებიდან გასვლის მერე ჩემი ზრდა გაგრძელდება და მაინც მივაღწევ იმასაც და იმის იქითაც წავალთ. გესმით რა შეასახა და წავალთ იქითკენ, რასაც მე თქვენ წეღან გესაუბრებოდი. ცოტანი თუ აღწევს ამ ქვეყანაზე, ლოცვის ჩვეული გაგებაზე საუბრობს, სიტყვიერად ლოცვაზე საუბრობს. ესეთი ადამიანი ლოცვით კი აღარ ლოცულობს სული იმ დროს, არამედ მომავალი საუკუნის სულიერ საგნებს უშუალოდ ადამიანური ცნობიერებისათვის გონება მიუწვდომლად შეიგრძნობს. რაღაც ერთგვარი ლოცვითი ენერგიაში იმყოფება ასეთი ადამიანი. ანუ ეს არის კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, კავშირი, რომელიც არ საჭიროებს სიტყვებში დანაწევრებას. ანუ მაგალითად, როცა ვამბობ მე, რომ უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი, ამ სიტყვებში ხო რაღაც აზრია. ეს აზრი ხო რაღაც ენერგიას ატარებს. აი ამ ენერგიას ფლობს ასეთი ადამიანი გულში და ამ ენერგიით აქვს კავშირი ღმერთთან და ეს არ საჭიროებს ასეთ სიტყვებით დანაწევრებას. არც ნელა, არც ჩქარა, არამედ ამ სიტყვების აზრის შესაბამისი ენერგიის მატარებელი ხდება ასეთ დროს ადამიანი. ეს არის სულიერი ლოცვა. რაც მხოლოდ სული წმინდა და ეს კიდე მხოლოდ სული წმინდა ღმერთის მიერაა შესაძლებელი. ეს კი გონიერი მჭვრეტელობაა უკვე და არა ლოცვითი ძიება ღვთისა. ლოცვითი ძიება, ჩვენ ლოცვით ღმერთს ვეძებთ. და ასეთ დროს ადამიანმა უკვე იპოვა. ასეთ დროს ადამიანი აი მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის, ვამბობთ სულიწმინდა ღმერთს რომ მივმართავ. მაგრამ როცა ის მოვა და დაემკვიდრება, ამას აღარ ევედრები, მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის, იმიტომ რომ იგი უკვე დამკვიდრებულია ჩვენში. ამას განიცდის, შენი გული მადლმოსილი ხდება, გესმით? ეს არის გონებისმიერი და სულიერი ლოცვითი მდგომარეობა. მეორესრივ ეს შემოქმედებითი ლოცვა, ანუ ღმერთის ლოცვითი ძიება არის ამ ყოველივეს დასაბამი. ამიტომ ჩვენ გულმოდგინელი უნდა ვიყოთ იმ ლოცვაში, რომელთაც ჩვენ ვსწავლობთ ღმერთის ძიებას. სულიერ ლოცვას მლოცველი აყავს მჭვრეტელობამდე, რაც სულიერ ხედვად იწოდება. ასეთი მლოცველი ლოცვის გარეგანი წესისაგან თავისუფალი ხდება. თავისუფალი ხდება, მაგრამ არა უარყოფელი. დიდი განსხვავებაა მათ შორის. თავისუფალი ხდება და არა უარყოფელი. იმიტომ რომ გარეგან ლოცვის წესშიც ის იმგვარად იმყოფება, რასაც წეღან საუბრობდით, იმ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება. მათთვის ღვთის ერთი გახსენება და იმ წამსვე მისი სიყვარულით მოცულნი ხდებიან, როგორც იოსებ პატოპატელზე ყვებიან მისი მოწაფეები, დღეს ცოცხალი მოწაფეები, მამა ეფრემი, მეუფე ათანასე, როგორც კი წირვა იწყებოდა და კურთხეულ არს მეუფე მღვდელი რო სახარების ამაღლებით ამას ამაღლებას იტყო და ეგრევე იწყებოდა მისი თვალებიდან ცრემლის ზღვრა, იმიტომ რომ როგორც კი შეეხებოდა მის გულს ეს დიდებული სიტყვები, იმ წამსვე
გული განიცდიდა ღმერთი როგორია და რა მოიმოქმედა ჩვენთვისაც რემლად იღვრებოდა და ხდებოდა სიყვარულით მოცული, ღვთისადმი სიყვარულით მოცული. თუმცა ასეთნი არც გარეგან ღვთისმსახურებას არ უარყოფენ. ეს ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, ვინც გარეგან მსახურებას უარყოფს, ეკლესიის ღვთისმსახურებას უარყოფს და ასე შემდეგ, იქ რაღაცა ეჭვები ჩდება. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ის გარეგანი მსახურება ერთგვარი შესამოსელია ჩვენი შინაგანი მდგომარეობისა. შენ რომ საერთოდ უვნებო და წმინდა გახდე რა, ხო არ გაშიშხდებ და ტიტლიკანა ხო არ ირბენ. გესმით? იმიტომ რომ უვნებო ვარ და აღარაფერი ვნებები აღარ მაწუხებს რა უნდა გაშიშხდე და ირბინო? ანუ კვლავ ინარჩუნებ ამ ადამიანურ სახეს და ფორმას. აქაც დაახლოებით მსგავსი რამეა. გზა ამ ყოველივესკენ, მაგრამ ეხლა გზა, როგორ მივდივართ აქეთკენ? გზა ამ ყოველივესკენ ცნებების დაცვა, ცოდვასთან წინააღმდეგობასა და ცოდვის შინაგან მოძულებაზე გადის, ცოდვის შინაგანი მოძულება. ჩვენ კიდევ გვიყვარს ცოდვა, მოძულება, გეზიზღება, გძულს, გული გერევა ცოდვას. ამიტომაა, რომ სახარებაში უფალი ცნებების დამცველს მასში სავანის, ანუ ჩვენ შიგნით სავანის დამკვიდრებას პირდება, მიუგო იესო და რქვა მას, უკვე თუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამან ჩემმან შეიყვაროს იგი და მოვიდეთ მისა და მისთანად დავადრეთ. ანუ ჩვენში ღმერთი მკვიდრდება სრულად. კითხვა, რომელია სულიწმინდის სრულყოფილი ნაყოფი? პასუხი, გახდე ღვთის, რა არის სულიწმინდის ყველაზე დიდი ნაყოფი და სრულყოფილი? გახდე ღირსი ღვთისადმი სრულყოფილი სიყვარული, ანუ გვიყვარდეს. და როცა ადამიანს უყვარს, დამთავრდა. იქ უკვე აღარანაირი, აბა ეხლა ეს ძალა დავატანო საკუთარ თავს და აბა მარხვა, აბა ლოცვა და აბა წირვაზე დგომა და აბა სიკეთის ქმნა და აბა ღმერთის ხსოვნა. არა, სიყვარული თვითონ მაგნიტივით ხდება და ის იმდენად ძლიერად გიზიდავს, რომ ყველაფერს გავიწყებს. კითხვა, და როგორ მიხვდეს ადამიანი რომ მოიპოვა ეს ნაყოფი, ანუ სიყვარული? პასუხი, როდესაც გონებაში ღვთის ხსოვნისთანავე გულში ღვთისადმი სიყვარული ისადგურებს და თვალებიდან ცრემლი იწყებს დინებას. საერთოდ ღვთის სიყვარულში მყოფს არასოდეს აკლდება ცრემლი, რამე თუ არც ღვთისადმი ხსოვნა აკლდება მას. ასეთი ძილშიც არ წყვეტს ღმერთთან საუბრობს, ისე იოსებ ბატოპედელი მახსენდება მის ჩანაწერებსაც რო უყურებთ, ესე იგი ძალიან ხშირად ესე საუბრის დროსაც ესე იწყებდა ცრემლის დენა იწყებოდა მისი ღვთისადმი სიყვარულით ახსავსე გული ვერ უძლებდა და სხვანაირად არ შეეძლო. საკუთარი თავის ღვთისადმი მიძღვნა, საკუთარი რა დიდებული სიტყვებია, ხო? საკუთარი თავის ღვთისადმი მიძღვნა. რა ძვირფას სიტყვებია ეს ქრისტიანისათვის. და სათნოებითი ცხოვრება, ესეც ძვირფასი სიტყვებია ქრისტიანისათვის. ქრისტესგან მოცემული ერთ-ერთი უდიდესი ნიჭია. ანუ ეს ძვირფასი მდგომარეობა ის არ არის ჩემი ნებისყოფით ძალით აღსრულებული. ეს არის ღვთის მადლი. ღვთისაგან მოცემული უდიდესი ნიჭი. ეხლა რატომ არის ამაზე აქცენტს რატო აკეთებს წმინდა ისააკასური? სამწუხაროდ და ჩვენ გვეხება და გვაფრთხილებს ამით. სამწუხაროდ მრავალმა დაივიწყა ღვთისმადლითაა რომ განეშორენ ურწმუნოებს და ღმერთს მიუძღუნეს თავი. შეიქმნენ მის ნიჭთა მიმღებნი და ზიარნი, გახდნენ რჩეულნი და ღვთისმსახურებასა და მღვდელმოქმედების ღირსნი. ანუ ყველაფერი ეს არის ღვთის ნიჭი, ღვთის მადლი და სამწუხაროდო მრავალმა ეს დაივიწყა. რა საშინელებაა ეს? ამიტომ არასოდეს რადგან წმინდა მამა ამას გვაფრთხილებს, ხო? და მის მაგალითები, ჩვენც გვაქვს ამის მაგალითები ძალიან ბევრი, მათ შორის საკუთარი თავის მინდა გითხრათ და ზოგადად კატასტროფული შედეგებიც ვიცით, როცა ადამიანმა ეს დაივიწყა, ადამიანი ეშმაკზე უარესი ხდება ამ დროს და ფაქტობრივად ეშმაკი ხდება. იმიტომ რომ ზუსტად ეშმაკს ეგ დაემართა, ის სიდიადე, რომელიც ჰქონდა მას, როგორც სინათლის ანგელოს ლუციფერს, ეს სიდიადე უცებ მე ვარო თქვა. მე აი ნათურა იძახეს, მე ვანათებ და მოატრიალებ იქიდან და ჩაქვრება, ხო? აი არაფერსაც არ ანათებ დენის გარეშე. და იმის მაგივრად რომ მოუკლებლად მადლობდნენ ღმერთს ამ ყოველივესთვის და წმინდა ცხოვრები და ღვთისმსახურებით ცდილობდნენ ღვთისათვის სათნო ყოფას, სიამაყისკენ მიდრეკილნი და ქედმაღალნი
აქეთ ვალს ადებენ ღმერთს თითქოს და კარგი მსახურებისთვის. ეს დაახლოებით იცით რას გავს, აი ადამიანი რომ იქ იმარხულებს, იქ ილოცებს, იქ რაღაცა განსაკუთრებით ღმედია რომ თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ხო არიან ეგეთი ქრისტიანები, რა 7 ეკლესიაში მოილოცავს, იქ რაღაცა შესაწირავს, გააკეთებს, იქ და ეხლა ელოდება შედეგს. იმიტომ რომ ღმერთი ხო ვალში ჩააგდო არა, აბარამდე რამე გაგიკეთეთ, ეხლა შენი ჯერია. გესმით, ეს პრიმიტიული დამოკიდებულება, წარმართული ოკულტური თუ რა ვიცი, ჩხიბაური დამოკიდებულება ღმერთთან. არსებობს ეს, სამწუხაროდ არსებობს. არსებობს. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით. რადგან ისააკასრი გვაფრთხილებს, ესე იგი ეს ყველას გვემუქრება. ძალიან ფრთხილად იყავით, რომ ღმერთთან არ გამოვხვიდეთ, ესე მოვაჭრენი. მე გავაკეთე და ეხლა შენ ვალდებული ხარ გამიკეთო ეს. პრინციპში ქრისტიანმა არასოდეს არაფერი არ უნდა მოითხოვოს ღმერთისაგან. არის ერთი შემიწყალე, კი ბატონო. შემიწყალე, იმიტომ რომ ამით წარმოვაჩენთ ჩვენს ცოდვილობას. დანარჩენი ღმერთმა უწყის რა გვჭირდება ჩვენ. სახარებაშიც ესე გვასწავლის. არადა მუდამ ხსომებოდათ, რომ სწორედ ღმერთმა გამოიყვანა ურწმუნო ადამიანებისგან და თავის საიდუმლოებების შემეცნებელი გახადა. გახსოვთ, ხშირად მითქვია, რომ ადამიანს უნდა ახსოვდეს რა იყო სანამ რწმენაში მოვიდა. თუ ადამიანს არ ახსოვს რა იყო, მადლიერიც ვერ იქნება. თუ ადამიანისათვის განსხვავება არ არის დღევანდელი დღეს შენი მდგომარეობა და რა იყავი თქო მაშინ როცა ეკლესიის წევრი არ იყავი, თუ ეს ერთ და იგივეა შენთვის. და ერთ და იგივე კი არა, კატასტროფული, აი აბსოლუტური განსხვავება არის. არანაირი საერთო შეიძლება აღარ იყოს მათ შორის. თუ ეს არ არის შენში, ხო, მადლიერება საიდან გექნება? და ამავე დროს ხშირად გვითხოვს ისიც, რომ არც ის არ გახსოვს, როგორ მოხდა, რომ ამ ურწმუნო მდგომარეობიდან სარწმუნოებაში როგორ აღმოჩნდი. როგორ ირწმუნე, რომ იესო ქრისტე ღმერთია. გესმით? როგორ მიხვდი, რომ იესო ქრისტე ღმერთია და მე იმას როგორ მიხვდი, რომ იესო ქრისტე რომელიც ღმერთია, მხოლოდ ეკლესიაში იძებნება და ეკლესიის გარეთ მას ვერსად ვერ იპოვი. როგორ მიხვდი შენ ამას? და თუ ოდესმე ისიც დაგიდასტურდა, რომ რაც სახარების ჭეშმარიტებაა, რომ ღმერთი შენშია და ეს შენ იცი, შენი გამოცდილებით, ეს ცალკე საოცრებაა და ამას ვერ ხვდები, რომ ეს აბსოლუტურად შენგან არ არის და ღვთის წყალობა და დამსახურებაა. და მადლიერი როგორ არ უნდა იყო ამისათვის. და ამის დავიწყება არ შეიძლება. აქცენტს აკეთებს რა, არასწორად მოფიქრალნი კი ამბობს, რომ ესე იგი სწორედ ღმერთმა გამოიყვანა, უნდა ხსომებოდათ, რომ ღმერთმა გამოიყვანა ურწმუნო ადამიანების გარემოცვასგან და თავისი საიდუმლოებების, ეხლა რაც ჩამოვთვალე, მათ შორის ეკლესიას რო შევეხე, ეს ყველაფერი საიდუმლოებებია ღმერთისა, თავისი საიდუმლოებების შემეცნებელი გახადა. არასწორად მოფიქრალნი კი არც კი შიშობენ და ვერც იხსენებენ, თუ რამდენმა მათსავით არასწორად ზრუნველმა დაკარგა ღირსება ღვთისშვილობისა. და მათ შორის მე ხშირად მithქვავს ისეთმა ადამიანებმა, რომელმაც მთელი ცხოვრება თითქოს და ქრისტიანულ ღვაწლს მიუძღვნეს საკუთარი თავი. ასკეტური ცხოვრებით იცხოვრეს. ესე იგი, თითქოს უღვთისძიებაში იყვნენ და აი რაღაც მომენტში ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა, დაივიწყეს, საიდან სად აღმოჩნდნენ, დაკარგეს მადლიერება და უმადურობიდან გამომდინარე მათი გული დარჩა დაუცველი დემონური ზემოქმედებებისაგან და ბოლოს აურიეს. ესე იგი საკუთარი თავის უნიკალურობის განცდა მოუვიდათ, დადგნენ ყველაზე მაღლა თავის წარმოდგენაში. მერე ფსიქიური პრობლემებიც დაეწყოთ, ზოგმა თავიც კი მოიკლა, ან უკიდურეს ხორციელ გარყვნილებებშიც კი ჩავარდნენ, ეს მაშინ, როდესაც მანამდე მთელი ცხოვრება თავი მიუძღვნეს ღმერთის მსახურებას. აი ესე იცის, როცა ადამიანი უგუნურად აგრძელებს და უმადურობით სულიერ ცხოვრებას. და წამის ყოფაში როგორ დაერარცხნენ ასეთები ღირსების დიდი სიმაღლიდან და როგორ აღმოჩნდნენ არაწმინდების და უხამსობის, რაც გითხარით, არაწმინდების და უხამსობის მდგომარეობაში. ეს არის როგორ გითხრათ, აი, ესე იგი, ქრესტომატიული შემთხვევებია ესეთი კლასიკური ეკლესიის წიაღში, რომელიც სამწუხაროდ არა მარტო წარსულში, არამედ დღესაც ჩვენს რეალობაშიც მომხდარა. და რა თქმა უნდა, ძალიან უნდა ფრთხილად ვიყოთ, რომ იგივე რამ ჩვენ არ დაგვემართოს. აი ესეა. ღმერთი შეგვეწიოს და მოგცეს სიბრძნე, რომ ვიცხოვროთ
იმ გზის გაკვალულ გზაზე, რომელიც ვიწრო და ეკლიანი კი არის ინდივიდუალურად, მაგრამ მაინც გაკვალულია, იმიტომ რომ 2000 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ ჯერ ხო ქრისტემ გაიარა და მერე მიყვნენ და რამდენმა გაიარა. და მრავალმა აქედან თავის გამოცდილება დატოვა. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ვიწრო და ეკლიანი გზა შემსუბუქდეს და იოლად გადასალახავი გახდეს. რასაც იმედია, რომ ჩვენ მადლიერებით გამოვიყენებთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.